მოგესალმებით. დღეს გაზაფხულის შესახებ ვსაუბრობთ, ბუნებრივია მარტისთვია და განსაკუთრებით განებივრებული ქალბატონები ვართ. ამ საკითხის შესახებ მოკლედ დღეს საკმაოდ ვრცლად გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი, პროფესიით პედაგოგი ქეთი კუბლაშვილი, რომელსაც უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში თავისი პროფესია უყვარს ძალიან და ამავდროულად გაზაფხული და წელიწადის ეს დრო მისთვის ღიმილის და კარგი განწყობის მიზეზი გახლავთ. ქეთი, მოგესალმებით, როგორ ხართ? გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. გილოცავთ გაზაფხულის ყველა დღესასწაულს ერთად, განსაკუთრებით ქალბატონებს, ქალთა დღეს, დედის დღეს. გისურვებთ ბედნიერ ქალობას და დედობას. კარგად ვარ, განწყობა მაქვს გაზაფხულის შესაფერისი, მხიარული, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. შეიძლება ითქვას, მუდმივად გამოირჩევით ღიმილითა და კარგი განწყობით. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს და საერთოდ რა გიქმნით ღიმილის მიზეზს? გჭირდებათ რაიმე კონკრეტული ამ ყველაფრისთვის? პირველ რიგში ჩემი ღიმილის მიზეზი ჩემი ოჯახია, ჩემი შვილი, მეუღლე, მშობლები, ასევე განსაკუთრებულად ღიმილს მგვრიან ჩემი მოსწავლეები, ჩემი მშობლები, ჩემი ბავშვობის თამაში მე დღეს რეალურ და საყვარელ პროფესიად მექცა. სწორედ ამიტომ უსასრულოდ ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ უფლის, რადგან ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და უბრალოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია ამ პროფესიის გარეშე. ერთ-ერთი ადამიანი ხარ გამორჩეული, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, პროფესია. თუმცა ამის პარალელურად იცლით სხვა ბევრი კარგი საქმის საკეთებლად, ხო? როგორ ახერხებთ ოჯახი, საქმე, სამსახური, როგორ ათავსებთ და არის თუ არა საერთოდ რთული წარმატებული ქალი გერქვას? მიხარია თვითლით რომ წარმატებული ვარ, მართლაც რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის ვიტყოდი. ვიტყოდი რომ არ უნდა გავჩერდეთ, როდესაც დავიხლებით, აუცილებლად უნდა გავჩერდეთ მაშინ, როდესაც დავასრულებთ და მართლა. აი, როდესაც დავწვევით და დავიძინებთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ჩვენ ამ დღის გასაკეთებელის მაქსიმალური გავაკეთეთ. სწორედ ასე არის ჩემი დღის განრიგი რეჟიმი გადანაწილებული, რომ ვცდილობ რომ ყველაფერი მოვასწრო და ყველაფერი ხარისხიანად. არ არსებობს დღე, როდესაც მე ცარიელი ხელებით მივდიოდე ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ყოველთვის ღამით იმდენ გაკვეთილს ვამზადებ გონებაში, რამდენი მოსწავლეც მიზის კლასში. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. აუცილებელია რომ მოინდომოთ და ჯერა რომ მიზანს აუცილებლად ბოლომდე მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, მიზნის მიღწევა ყოველთვის არის შესაძლებელი, მთავარია მონდომება. და მინდა ხა გაზაფხულს შევეხოთ. პრინციპში ბევრი დღესასწაული გვაქვს, ხო? შეიძლება ითქვას და ქალბატონები განებივრებული ვართ ჩვენ მარტის თვეში. დედობა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო. თქვენი მეხსიერებიდან როდის დაიწყო ამ დღის აღნიშვნა და პირველი საჩუქარი? გაჩუქეს და აჩუქეთ. ჩემთვის, როდესაც 9 წლის წინ გაზაფხული ჩემთვის ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო გახდა, მაშინ როდესაც 9 წლის წინ მე უფალმა დედობა მიბოძა, დედა მეწოდა. ამ გაზაფხულის შემდეგ უკვე სამყაროს ჩემი თვალებით აღარ ვხედავ, უკვე ჩემი შვილის თვალებით დავუწყე ცქერა და ვფიქრობ, რომ კარგი დედა ვარ. და მოდით მე ჩაგეჭრებით, მე ვიცი რომ თქვენი შვილი იუბილარია და მივულოცოთ ახლა მას აქედან. მადლობა უღრმესი, დიახ, 9 წლის გახდა დღეს ჩემი დემე, რომელიც მართლა არის ჩემი ყველაზე დიდი ღიმილის მიზეზი. აი, წინა კითხვას დავუბრუნდები. დედობა ჩემთვის ყველაფერია და პირველი საჩუქარი, რაც ალბათ მე გამიცია, რომელიც არ მახსოვს, იქნებოდა ალბათ ჩემი თავი დედის მკერდზე დადებული და საჩუქარი, რომელიც მიმიღია, აქაც ისევ დედამ დამასწრო, არის ის სიცოცხლე, რომელიც მან მემაჩუქა. ეს არა მატერიალური საჩუქრებიც უფრო მეტად დედას უკავშირდება, რომელიც მიმიღია. ახლა გამახსენდა სოციალურ ქსელში გაზაფხულთან დაკავშირებით, რა სიყვარულით საუბრობდით. რატომ გიყვართ ასე ძალიან? გაზაფხული ყველასათვის საყვარელი წელიწადის დროა ალბათ, მაგრამ ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის არ არსებობს დღე, რომელიც სიახლის იმხელა განცდას, იმხელა მოლოდინს აღზრავდეს, რამხელასაც გაზაფხულის სავსე მთვარეობის შემდეგ დამდგარი კვირა დღე. დღე, როდესაც სიკვდილზე გამარჯვებულმა ქრისტემ კიდევ ერთი სიცოცხლე მოანიჭა კაცობრიობას. ეს არის ჩემთვის გაზაფხული, სიცოცხლის საწყისი, იმედი, ცივი, გახუნებული, გაუფერულებული დღეების შემდეგ გამოდარება.
გაზაფხულია ჩემთვის დედის დღე, გაზაფხულია ჩემთვის ქალთა დღე. გაზაფხულია როგორც თქვი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი წელიწადის დრო მას შემდეგ, როდესაც მე 9 წლის წინ დედა მეწოდა. გაზაფხულია ჩემთვის ჩვენი ქალაქის დღესასწაული, გვირილობა, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადები ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ვამზადებთ უამრავ გვირილას, ვეწყობით სათანადო ფორმებში, ვიმაგრებთ თმის აბნევებს და ესე გავდივართ და გაგვაქვს ჩვენი მხიარული აქტივობები ქუჩაში. ისე იმიტომ რომ ჩვენი განწყობა, ეს ბედნიერი განწყობა გადავდოთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ქალაქელებს. ძალიან მნიშვნელოვანია გადასდოთ ერთმანეთს კარგი და ღიმილიანი განწყობა და ბოლოს ქეთი რას უსურვებ ჩვენს ტელემაყურებელს, განსაკუთრებით ქალბატონებს? ჩვენს სამყაროს გაზაფხული ზოგადად ასოცირდება ბუნების გამოღვიძებასთან, სამყაროს ფერისცვალებასთან. უსურვებ სამყაროს ფერი ეცვალოს მშვიდობისაკენ, სიკეთისაკენ, სიხარულისაკენ, რაც ახლა ნამდვილად ყველას გვჭირდება, არა ომს, არა ძალადობას, მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენთან. ვუსურვებ ქალბატონებს, რომ არასოდეს დაეყაროთ ფარხმალი, მაშინაც, როდესაც კი უიმედოდ არიან ისინი, ყოველთვის უნდა მოიპოვონ საკუთარ თავში ის მიზეზი, რისთვისაც ღირს გაღიმება. თუნდაც შეხედონ საკუთარ შვილს, თუნდაც შეხედონ საკუთარ ოჯახს. ასევე აუცილებელია ქალისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ჰქონდეს საკუთარი საქმიანობა, რომელსაც მთელი გულით ემსახურება და აკეთებს ამ საქმეს არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ მთელი გულით და სიყვარულით. როგორც მე ალბათ, ამიტომ ჩანვარ გარედან ასეთი ბედნიერი, რადგან ვემსახურებ იმ საქმეს, რომელიც მთელი გულით მიყვარს. მადლობა ქეთი, შეგახსენებთ ჩვენ ვესაუბრებოდით ქეთი კუბლაშვილს, რომელმაც ღიმილის მიზეზებთან დაკავშირებით გვესაუბრა და ამავდროულად იმაზე თუ რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ პოზიტიურები, გადავდოთ ერთმანეთს ეს ემოცია და რაც მთავარია ადამიანებს გვიყვარდეს ერთმანეთი.